ვიდეთ პაპობაზე, მაგრამ სანამ პაპობაზე გადავალ, მიმოვიხილავ მოკლედ ფეოდალის და ამ ახალ ეპოქას, სადაც ჩვენ გადავდივართ, შემდგომი 10 საუკუნე მთლიანად ეხება ამას. ზოგადად ფეოდალიზმი არის ანტიკური სამყაროს შემდგომ ერთ-ერთი მართლობითი სტილი, რომელიც ფაქტობრივად აყალიბებს ადამიანს როგორც თავისუფალ ადამიანს ერთი შეხედვით, მაგრამ იერარქიულობის პრინციპს უფრო კვეთს. და ამ იერარქიაში აი ესეთი ხედვა გაჩამოყალიბებული მეფე, ფეოდალი, რაინდი და გლეხი. და ეს საზოგადოების ფენები მთლიანად ორიენტირებული არიან ზემდგომის მორჩილებაზე. და ჩემი მაგალითად ვასალი ჩემი ვასალია, მეფე ამბობს მაგალითად ამას. რაც გამოდის, რომ მეფის ვასალი ფეოდალია და ფეოდალის ვასალი რაინდია და პირობითად მეფის ვასალის ვასალი, ანუ რაინდი, ისევ მეფის ვასალია. ანუ ზემოდან ქვემოთ იერარქიული პრინციპი ყალიბდება, რაც კლასიკურ ფეოდალურ სტილს ახასიათებს, როგორც ასეთი. მერე რაც უნდა გამოიკვეთოს მე-15 საუკუნეების აი ამ ზოგად ჩარჩოში დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ეკლესიის აღორძინება იწყება, ანუ ადრე ფეოდალური ხანა ყალიბდება, მაგრამ უნდა გამოიკვეთოს, რომ თქვენ რასაც ფეოდალის ეძახით და ვეძახით, ის მე-5 საუკუნიდან არ ჩამოყალიბებულა. ის ჩამოყალიბდა მერვე საუკუნეში კლასიკურ შუა ფეოდალური ხანის ეტაპზე განსაკუთრებით თვალსაჩინოა მისი დანახვა ისტორიაში, რაშიც მოიაზრება ფრანკთა სამეფოს მეფის შარლ მარტელის და მერე უკვე კარლოსის მიერ გატარებული კონკრეტული რეფორმები, რამაც სისტემას სიტყვა ფეოდალიზმი და ეს იდეა, ფეოდალური იდეა, მართლობითი იდეა შექმნა. ამიტომ კლასიკურად ჩვენ ეს მართლობა ეპოქა შეგვიძლია დავყოთ ასე, სამ ნაწილად ძირითადად, ან უფრო ჩავშალოთ, ბევრი ჩაშლა არსებობს. მეორე რაც ასევე უნდა ვიცოდეთ, ფეოდალურ ეპოქაზე არის აზროვნების ცვლილება. ანტიკურ სამყაროში, კერძოდ საბერძნეთსა და რომში, განსაკუთრებით რომში და მერე მის იქ შექმნილ საზოგადოებაში აზროვნება იყო ბევრად უფრო მაღალი დონის, ვიდრე ეს შუა ფეოდალურ და ფეოდალურ ხანაში გამოიკვეთა. რაშიც იგულისხმება ის, რომ ქრისტიანულმა სივრცემ, ანუ არა მარტო ქრისტიანულმა, არამედ რელიგიებმა, კერძოდ ისლამმა და ქრისტიანობამ და ბუდიზმმა, რომლებიც გავრცელდნენ სამყაროში, ადამიანური აზროვნება ჩარჩოში მოაქცია, ჩაკეტა, ის გახადა დოგმატზე, ანუ კანონებზე დაყრდნობილი და იმ კანონებში ჩასვა. და პრინციპი დევუს ვოლტ, ღმერთს ასე სურს, ფაქტობრივად გამოკვეთა და ეს ყველაზე მეტად გამოიკვეთა პაპის მიერ მოწოდებაში, როცა ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო და გამოვიდა ხალხის წინაშე და თქვა, რომ ღმერთს ასე სურს, რომ ჩვენ იერუსალიმი ავიღოთ. ანუ პაპი როგორი დონის ადამიანი გახდა თავისი არსით, წარმოიდგინეთ რომის დაცემული რომის პირობებშიც, რომ იწყებს ჯვაროსნულ ლაშქრობას. ანუ პაპი არის პირველი მომწოდებელი, რომელიც ქრისტეს სახელით ხოცვისკენ მოუწოდებს ვიღაცებს, რაც არის სრული უაზრობა, ნონსენსი, ეგეც რაღაც თეოლოგიურ მოძღვრებაში, ქრისტიანობაში და თავად ქრისტესთან არ არსებობს, რომ ქრისტე ვინმეზე ძალადობდეს. როგორც ასეთი, რაც ყოველ შემთხვევაში ჩვენ ისტორიულად ვიცით და დადასტურებული გვაქვს, მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს. ამიტომ ეს იყო მცდელობა, განსაკუთრებით პაპის მოწოდება, პირველი იმის დამადასტურებელი და მცდელობა იმისა, რომ მე ვარ მთავარი იდეის ავტორი ქრისტიანული წესების ჩამოყალიბების და არა მაინც და მაინც ქრისტიანობა, რომ გამოიკვეთა ბნელეთის აზროვნების ხედვა, რომ ადამიანები ჩარჩნენ სრულ სიბნელეში, მათთვის კრიტიკული აზრი გაქრა, მისტიციზმი გავრცელდა, ანუ მისტიკა, როგორც ასეთი, რომ ყველაფერი არის რწმენაზე ორიენტირებული და გაქრა ლოგიკურ-ანალიტიკური ხედვა, რაც ანტიკაში არსებობდა ძალიან მაღალ დონეზე. ოღონდ ესე ლოგიკა ისწავლებოდა ცალკე საგნად წარმოიდგინეს გარდა ამ ყველაფრისა. ბნელეთის ხანაში
ანუ შუა საუკუნეებში სხვაგვარად შეიძლება ასე უწოდოთ, ეს არ არსებობს განსაკუთრებით კლასიკურ შუა საუკუნეებში, როცა ადამიანი ჭკვიანია, მას კოცონზე წვავენ. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა. როცა ადამიანი ღმერთს ეწინააღმდეგება რაიმე სიტყვით, ის არის შეჩვენებული და მასაც კოცონზე წავენ. როცა ადამიანი არის სხვანაირი, ანუ ეწინააღმდეგება თავისი ფიზიკური მოცემულობით, აი თუ ხარ, ახლა არ არსებობს სილამაზის კრიტერიუმი, მაგრამ თუ ხარ კრიტერიუმებიდან სხვანაირი, ან მახინჯს რო ვეძახით ჩვენ ეგეთი. თუ ხარ მახინჯი, შეგრაცხავდნენ ეშმაკისეულად შუა საუკუნეებში. თუ რაიმე დეფექტი გქონდა შენს სხეულს, ან კუზი გქონდა, ან თვალის რაღაცა ცოტა ჩამოწერილი გქონდა, ან კეთრი გქონდა, ეს ყველა ასეთი ხასიათის იყო აზროვნებით ბნელურად მიდგომა და შენ ბნელად გრაცხავდნენ ეშმაკისეულად და სავარაუდოდ გაგრიყავდნენ იმ სივრციდან, სადაც იყავი, გაგრიყავდნენ და ადრე სილამაზის სტანდარტი ძალიან ისეთი იყო, უნდა ყოფილიყავი ლამაზი, გაგიმართლებდა ბევრ რამეში, არ იქნებოდი ლამაზი და ნუ წვისას. ამიტომ ეს ეპოქა მე-14 საუკუნემდე განსაკუთრებით გაგრძელდა, სანამ რენესანსი არ ჩამოყალიბდა და ადამიანური ცნობიერი არ აფეთქდა, ნიჭის ზეიმი, რაც ადამიანებს ახლა და უნიჭო ადამიანები არ იბადებოდნენ შუა საუკუნეებში, მაგრამ ვინც ნიჭიერი იყო და ვისაც რაიმე ნიჭი ჰქონდა მუსიკალური ხატრობის და თავს ამას გამოავლენდა რამეში, ის ეკლესიისგან იყო სრულად დევნილი. კარგადაც რომ დაგეხატა რამე, კარგადაც რომ გემღერა, ამასაც კი შენ სიმღერას იმდენად არა, იმიტომ რომ ძირითადად კარგი მომღერალი თუ იყავი, მეფის კარზე დაფასებული იყავი, მაგრამ აქ ძირითადად გულისხმობ ის, რაც გამოხატვის თავისუფლებას მოიცავს და მოიაზრებს. ამ შემთხვევაში ეს იყო. თუმცა თუ ნებისმიერი რამე ეკლესია შეეწინააღმდეგებოდა, შენ სასტიკად ისჯებოდი. აზროვნება იყო ასეთი. ეწინააღმდეგები ეკლესიას არ ხარ მიღებული. არ ეწინააღმდეგები ეკლესიას მიღებული ხარ ყველანაირი სტანდარტით. ეს იყო ძირითადი იდეა. ფეოდალიზმი გარდა იმისა, რომ იყო იერარქიული წყობა, იყო აზროვნების ასეთი ფორმა, იყო ეკლესიის ეპოქა. ეს არის კათოლიკური განსაკუთრებით ეპოქა, ფეოდალური ეპოქა უფრო ევროპაშია და კათოლიკურ ევროპაში სწორედ რომ ინდულგენციებამდე მივიდნენ, სხვაგვარად ეს არ მოხდებოდა, რომ არა ის ალოგიკურობა, რაც შეიქმნა დასავლეთ ევროპაში ინდულგენციებამდე პერიოდში, სხვაგვარად ჯვაროსნული ლაშქრობები არ დაიწყებოდა, იმიტომ რომ დაიწყებდა ბიზანტია, მაგალითად ბიზანტიელი პატრიარქი. ამიტომ მართლმადიდებლობა რაღაც კუთხით იმ კონტექსტთან გააზრებულად რომ შევადაროთ, რაზეც ახლა ვსაუბრობ, ბევრად უფრო წინ იდგა. ანუ რეალურად ახლა რაზეც გადავდივართ და პაპობაზე რასაც ხსნით, პაპობა რაღაცნაირად იმიტომ უფრო იყო სხვანაირი იერარქიული პოზიცია განსხვავებით პატრიარქობისგან, რომ პაპობამ შეძლო ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყება, რაც ვერ შეძლო პატრიარქმა. პაპობამ შეძლო ინდულგენციების მიღება, რაც ვერ შეძლო პატრიარქმა. პაპობამ შეძლო ადამიანების კოცონზე დაწვა, რაც ვერ შეძლო პატრიარქმა. ჯორდანო ბრუნოს კოცონზე დაწვა, რაც ვერ შეძლო პატრიარქმა. კათოლიციზმმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო პატრიარქმა. ანუ პაპობამ მიიტანა განსაკუთრებული იერიში ეკლესიურ ნაწილში ქრისტიანობაზე და პაპობამ და მისი ლეგიტიმაციით მოხდა დიდი სქიზმა, ანუ განხეთქილება. ანუ რეალურად ეს აზროვნება დღემდე არსებობს მისი ნიშნები ჩვენ შემთხვევაში და ერთი შეხედვით რომ დავაკვირდეთ, ის რაც ევროპულმა ეკლესიამ გაიარა ამ შემთხვევაში მე-15 საუკუნემდე პერიოდში, ახლა გავდივართ ჩვენ დაახლოებით სრულ ეკლესიურ აზროვნება, თუმცა უნდა აღინიშნოს მაინც, რომ
ჩვენში როცა გულისხმობთ მაინც საქართველოს კონტექსტს მოვიაზრებთ და არა მაინც და მაინც სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებს, იმიტომ რომ საბერძნეთი ადაპტირდა ბევრად და წინ წავიდა ამ ნაწილში იერარქიულ სტრუქტურული წყობით ეკლესიას რაც ეხება. თუმცა უნდა გამოიკვეთოს ჩემი სუბიექტური ხედვა მაინც სხვა არის, ჩემი სუბიექტური ხედვით იერარქია ეკლესიური იერარქია და ეკლესია ცალკე ფენომენია და მოძღვრება და ფილოსოფია ქრისტიანობა ცალკე ფენომენია. მე უფრო მოძღვრებას და ფილოსოფიას ვაღიარებ და მივყვები, ვიდრე ეკლესიას მიუხედავად იმისა, რომ 10 წელი იქ მსახურობდი და მორჩილი და რა ვიცი, მგალობელი და რა აღარ ვიყავი და ყველა იერარქიაზე ყველანაირი ინფორმაცია მაქვს, მაინც უნდა ითქვას, რომ იქ ქრისტიანობა უფრო ნაკლებად იკვეთება, ვიდრე ის, რაც სუფთა ფეოდალური პროვიდენციალისტური აზროვნების არსია, მისტიციზმი. არ არსებობს თითქმის დღევანდელ ეკლესიაში კრიტიკა და ვერ გააკრიტიკებს სამწუხაროდ ეს გეთვლება პირდაპირ მორჩილების კანონის დარღვევაში, რაც იყო ფეოდალისტური ხედვის მთავარი არსი. სხვანაირად შენ თუ მორწმუნე იყავი, ანუ მისტიკოსი თუ იყავი, შენ არ შეგეძლო სქოლასტიკოსი გამხდარიყო. ანუ რეალურად ეკლესიის განვითარება შეძლო პიერ აპელარმა, რომელზეც ასევე გადავალთ დღეს და ვისაუბრეთ უნივერსიტეტების ეპოქაზე. ანუ რისი თქმა მინდა, რომ ჩვენ პაპობამ მოგვცა პროვიდენციალისტური აზროვნება, მოგვცა მისტიციზმი. პროვიდენციალისტური აზროვნება გულისხმობდა, რომ ყველაფერი განსაჯო ისე, როგორც ღმერთს უნდა, მაგრამ ღმერთს რა უნდა, ამას ვინ ადგენს და უმაღლესი იერარქი. და რეალურად ვინც იყო უმაღლესი იერარქი, ის იყო ღმერთს რაც უნდა. და ის რაც ღმერთს რეალურად უნდოდა, ის ცალკე ეწერა წიგნებში, მაგრამ იმას არავინ არ კითხულობდა. არც მაშინ, არც დღეს სხვათა შორის, დღეს ღმერთს რა უნდა, ცალკე წერია წიგნებში. როგორც ასეთი და იქ სულ სხვა პოზიციონირება შეიძლება გამოიკვეთოს. ხო, აი აქ რომ გამოიკვეთოს კიდევ მოკლე ქრონოლოგია პირველ ყოფილი საზოგადოებიდან ჩვენ ძველ მსოფლიოზე გადავდივართ, მე ანტიკურ სამყაროზე, რომელშიც ბერძნულ-რომაული სივრცეა და ფეოდალიზმი უკვე ცალკე ნაწილად ყალიბდება და ამაში და აი ამ სივრცეში საკმაოდ დიდ როლს იკავებს ფრანკთა სახელმწიფო, რომელზეც ფაქტობრივად აშენდა ევროპა. როგორ და რა სივრცით და რანაირად ეს ცალკე საკითხი და განსახილველია, მაგრამ იერარქია ჩამოყალიბდა, 4 ძალაუფლება, მე ვარ მეფე, მე ვარ ფეოდალი, მე ვარ ეპისკოპოსი და მე ვარ გლეხი და დაიწყო მართვა-გამგებლობა ამებზე, აღარ შევჩერდები როგორც ასეთი. რაზეც უნდა გავჩერდე მოკლედ კიდევ ეს არის კარლ მარტელი, შარლ მარტელი, რომელიც ფაქტობრივად უკანასკნელი ზარმაცი მეფეების პერიოდში არსებული მაიორდომი იყო, მაჟორდომი, რომელმაც ძალაუფლება ხელში შეიღო და მისით შემდგომ მისმა შვილმა პიპინ მოკლემ და მერე უკვე კარლოს დიდმა ჩამოაყალიბეს კაროლინგური დინასტია და ჩამოყალიბდა ბენეფიციუმი მიწების გადაცემის პირობით დროებით მფლობელობაში სიგელი და ფეოდალური სისტემა ასე შეიქმნა მე-11 საუკუნეებში, რასაც როგორც გითხარით, ფრანკთა სახელმწიფო განსაკუთრებით შემდგომში კი კარლოს დიდის მიერ გამოცემული კაპიტულარი 808 წელს მიღებული კაპიტულარი დიდ როლს თამაშობდა. იგი გლეხს ათავისუფლებდა სამხედრო სამსახურისგან და გლეხები პირდაპირ მიწაზე მიეკერნენ როგორც ასეთი და ამაში ეს უნდა გამოიკვეთოს. ხო, რაც უნდა ითქვას კიდევ საეკლესიო იერარქიის ნაწილში არსებობდა სასჯელის სახეები, თუ რომელიმე ღმერთის მიერ დადგენილ კანონს დაარღვევდი, ძალიან მკაცრად დაჯარიმება, სიკვდილით დასჯა, გაროზგვა, მუშტიცემა და სხვადასხვა ისინი არსებობდა და აი აქ პრეზენტაციაში თუ გახსნით და ამას კარგად ჩაშლით და წაიკითხავთ, ბევრ რაღაცას კიდევ დამატებით გაიგებთ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ. რაც შეეხება სისტემას შუა საუკუნეების ქალაქების თვითმმართველობა ჰყავდა ქალაქებს, შენ რომ გამხდარიყავი სოფლიდან ჩამოსული ქალაქელი, 1 წელი და 1 დღე უნდა გეცხოვრა ქალაქში, ჰქონდა ქალაქებს პოლიტიკური ავტონომია, ჰყავდათ ხშირ შემთხვევაში ეპისკოპოსიც კი ქალაქებს
საეპისკოპოსო რეზიდენციით, ყავდათ ფეოდალური ჯარიც, არმიაც, ყავდა ქალაქს თავისი მმართველი, რომელიც მეფეს ემორჩილებოდა და გადასახადს უხდიდა. ანუ ერთდროულად სენიორიც და ეპისკოპოსიც ქალაქის მმართველები იყვნენ სხვადასხვა მომენტებში. არსებობდა სავაჭრო გილდიები, არსებობდა ეს გილდიები გამორჩეულად ჰანზა, რომელიც ჩრდილოეთ ვაჭართა გაერთიანება იყო, ასევე არსებობდა სამხრეთის ზღვის იტალიელ ვაჭართა გაერთიანება, რომლებიც კანონებით ერთმანეთს იცავდნენ და ეს საერთაშორისო ქსელი იყო და ამ ქსელში ფაქტობრივად დიდი როლი ჰქონდა გილდიებს, რომლებიც კანონებით და წესდებით მეფესაც კი ებრძოდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ თუ ეს საჭირო იყო. ეგრეთ წოდებული პროფესიული კავშირებია. არსებობდა მოქალაქეთა საძმოები კონიურატიო, რომელიც კომუნას ქმნიდა და ეს საქალაქო კონსტიტუციასთან იყო კავშირში და ესეთი სივრცე medieval cities, ანუ ქალაქების დაარსების ციებ-ცხელება განსაკუთრებით მე-12 საუკუნეში გამოიკვეთა და მეფე სენიორი ეპისკოპოსი გლეხი იერარქიულად აქ ცხოვრობდა. ქალაქს ყავდა მოსამართლე, ქალაქი საერი ადამიანს ათავისუფლებდა წელიწადსა და ერთ დღეს თუ იცხოვრებდი განსაკუთრებით მაშინ. არსებობდა პრივილეგირებული ფენა, საშუალო ფენა და ღარიბი მოსახლეობა, ცალკე საზოგადოება იყო ხელოსანთა და სამეფო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ჟეგირდები, ხელოსნები, ქარგლები და ოსტატები. ეს არის იერარქიული საფეხური, რაც უნდა გაგევლო ამ შემთხვევაში. აი ამ ფონზე და აი ამ სივრცეში უკვე ჩვენ ახლა შეგვიძლია გადავიდეთ პაპობაზე და პაპიზმზე, რომელიც არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ფეოდალურ სამყაროში და საზოგადოებაში. რა არის პაპობა? Pontifex Romanus, რა ეს არის ძირითადი არსი, რომის ეპისკოპოსის სახელი, პაპის ინსტიტუტი, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობას მოიაზრებდა, დოგმატური ავტორიტეტი, უნივერსალური საეკლესიო ძალაუფლება, ეს არის ის ფუნდამენტური პრინციპი კათოლიკური ეკლესიის რწმენით, პაპი არის პირდაპირ ხედვით წმინდა პეტრეს მემკვიდრე, ეკლესიის უზენაესი მოძღვარი სუპრემუს პასტორ, ასევე არის ქრისტეს წარმომადგენელი დედამიწაზე, ეს არის ვიკარუს ქრისტი და რეალურად პაპი, რომელსაც Pontifex Maximusის ტიტულიც აქვს ასევე მინიჭებული, არის მთლიანად უალტერნატივო ფიგურა, პირდაპირ რომ გითხრათ, უალტერნატივოში გულისხმობ იმას, რომ პაპს ვერავინ ვერ ეწინააღმდეგება პაპს. ამიტომ არის ძალიან საინტერესო ეს ფიგურა, როგორც ასეთი და განსაკუთრებით ფეოდალური აზროვნებისთვის პაპობის ეს ფიგურა არის, რა ვიცი, რაღაცნაირი ფუნქციური სახე და კათოლიკური ეკლესიის რწმენა იმდენად ენდობა და ეყრდნობა პაპის ინსტიტუციას, რომ პირველ მერვე საუკუნეებში ჩამოყალიბებული ეს ინსტიტუცია, რომელიც შუა საუკუნეების განმავლობაში დღემდე რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ და სტაბილურ უფლებამოსილ ინსტიტუტად, რომელსაც თითქმის ვერავინ და ვერაფერი ვერ ეწინააღმდეგება, არის უნიკალური მიგნება, რაც სხვათა შორის პატრიარქთან მიმართებაში არ გვაქვს ასეთი დამოკიდებულება, აი ჩვენ ქართველებსაც კი პაპი, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქს ვაღიარებთ, მაინც აღმატებულ ფიგურად გვეჩვენება და იდეოლოგიურად პაპის ხედვა იმდენად უფრო გავლენიანი არის, ვიდრე ეს შეიძლება კონკრეტულად პატრიარქის ნაწილში იყოს, იმიტომ რომ პაპი განაგებს თელ დასავლურ კათოლიკურ სამყაროს, რაც ჩვენ შემთხვევაში არ ხდება კათოლიკურ ეკლესიისგან განსხვავებით მართლმადიდებლობაში და ჩვენ ყავს პატრიარქი, რომელიც მხოლოდ არის ქვეყნის დონეზე, ეროვნულ დონეზე განგებელი ამ შემთხვევაში და პატრიარქი განაგებს ქვეყანაში არსებულ, რაც ჩვენ კი მიუხედავად იმისა, რომ ყავს მსოფლიო პატრიარქი, თვითნებობა ჩვენს შემთხვევაში ძალიან მაღალია და თითქმის მსოფლიო პატრიარქის გავლენა იმ დოზის არ არის, რა დოზისაც შეიძლება პაპი იყოს. იმიტომ რომ პაპს შეუძლია გაგაუქმოს, გაგაქროს და აღარ იარსებო
ყველანაირად რეპუტაციული ზიანი მოგაყენოს შეუძლია ამ ინსტიტუციას ეს გაგიკეთოს, რაც არ შეუძლია მართლმადებლურ სამყაროს არსებულ პატრიარქს. აი იდეა, რატომაც ეს მიმზიდველია, პირადად ჩემთვის ეს დაისწრო დავინახე, ძალიან საინტერესო და მიმზიდველი იყო ამ შემთხვევაში და სწორედ ამის გამო განსაკუთრებით ეს ინტერესი მაქვს პაპობის მიმართ, როგორც ასეთი. ხო? და თვითონ ეს სივრცე, რომელიც ჩამოაყალიბა და შეიქმნა პაპობის არსი და იდეით არის მთლიანად დაფუძნებული რომის ეკლესია დაფუძნებულია აი ამ ორ პიროვნებაზე და აქ უნდა გამოიკვეთოს ეს პიროვნებები არიან პეტრე და პავლე და აი ეს ორი ადამიანი რომ არა და მათი მოგზაურობა განსაკუთრებით რომში და ეს ვერ მოხდებოდა ვერანაირად მისი ალბათ იმ დონეზე აყვანა როგორც შეიძლება ჩვენ მოვიაზროთ ანუ პატრიმონიუმ პეტრი ანუ პეტრეს მემკვიდრეობა ესე ვერ გამოიკვეთებოდა როგორც ასეთი და დააკვირდით აბა ეხა პეტრეს რა უჭირავს ხელში გასაღები. რა ფერის გასაღებები უჭირავს ხელში? ოქროსფერი და ოქროსფერი და ვერცხლისფერი გასაღებები და დააკვირდით ახლა რამდენად დიდი და ეს პაპობის ნახეთ გერბზეც ოქროსა და ვერცხლის გასაღებებია მოცემული ოქროს გასაღები არის სასუფეულის გასაღები და ვერცხლის გასაღები არის ადამიანის გულების გასაღები რომ ის შეიყვანოს სასუფეულში ანუ ეს გერბიც კი იმდენად სიმბოლურად არის გამოკვეთილი და ძალიან ღრმა ფილოსოფიური საყრდენი აქვს ამასაც კი რომ ეს თვითონ პაპობის ბიბლიურ საწყისზე მიდის თუ ეს პეტრუს არის პაპობის ბიბლიური საწყისი რაშიც შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთს კარიბჭეები მას ვერ მოერიებენ, ესე იგი, ნელი ჯოჯოხეთისა კარიბჭეები მას ვერ მოეტო ეს პეტრუს et super hanc Petram edificato და რაღაც ესე გრძელდება მოკლედ. ანუ იდეა რაც ამ გასაღებებში ჩაიდო და დაფუძმდა et porte infero non mis prevebunt adresem აი ეს სივრცე მთლიანად რომ ჯოჯოხეთის კარიბჭეები შენ ვერ მოგერევიან ეს არის პაპობის პრიმატის თავარი ბიბლიური საყრდენი და პეტრეს ძმობის მანდატი რომელიც არის უმნიშვნელოვანესი დეტალი ეს არის პასკეონ მენს რომელშიც არის თავარი საზრისი ჩადებული პეტრეს ეუბნება წადი და ნახე ჩემი ცხრები რომელიც იოანეს სახარებაში წერია და იოანეს სახარება განსაკუთრებით არის თქვენ ისწავლეთ უკვე ქრისტიანობა და იცით რომ ლუკას მარკოსისა და მათეს სახარებისგან განსხვავებით იოანეს სახარება არის უფრო მისტიკური არამიწიერი რაღაც ღვთაებრივი იქ გამოკვეთილია სამყაროს აღსასრული აპოკალიფტი და შესაბამისად ეს ჩადებული პასკეოვე მენს არის ამ შემთხვევაში მთლიანად ცხრების ორიენტაცია რომ ქრისტიანებისთვის და პეტრესთვის მთლიანად უნდა ყოფილიყო პატრიმონიუმ პეტრი არსებულად მასზე დაფუძნებული და ვისთან მიდის პეტრე პეტრე მივიდა რომში და რომში გარდაიცვალა ანუ რომში ეწამა როგორც ასეთი ამიტომ დღეს თუ მოხვდებით თქვენ როდისმე კათოლიკურ სამყაროში იქ ნახავთ ტახტს სადაც აწერია ვიკარუს ქრისტი ქრისტეს ნაცვალი მე ვარ პეტრე ამ შემთხვევაში და კათოლიკური ეკლესია ამ სიტყვებს განმარტავს როგორც სრული საეკლესიო მსახურების გადაბარება ქრისტეს შემდგომ, რაც სამწუხაროდ პატრიარქს არ გამოსდის და ეს აქვს ალბათ ის აღმატებული ხედვა, რაც ჩვენ შემთხვევაში არ გამოიკვეთოს სწორედ რომ
იმაში, თუმცა ძალიან საინტერესო არა არის ის, რომ მაინც და მაინც ეს ევროპაშია, იმიტომ რომ ევროპა ყოველთვის იყო საფუძველი განათლების, ჭერმეტყველების, განვითარების და მიუხედავად ისე, რომ ფეოდალიზმი გადაიტანეს მათ თავისი აზროვნებით, აი სწორედ იქ შეიცვალა ეს ყველაფერი რენესანსი, ჰუმანიზმი, განმედ ყველაფერი იქ რო ჩამოყალიბდა აზროვნება ჩვენი ჰუმანისტური რაც დღეს გვაქვს, იქედან მოდის და ალბათ საჭიროც იყო რომ პეტრე იმათ ყოლოდათ და არა მაინც და მაინც აზიაში დასულიყო კონკრეტულად. ხო, ამიტომ ეს ადრინდელი სივრცე პაპობის ძალიან საინტერესოა იმ კუთხით, რომ პირველ-მესამე საუკუნეებში განსაკუთრებით კლემენტ რომანუსის მმართველობის დროს პირველი დოკუმენტი, სადაც რომის ეკლესია სხვა ეკლესიებს ზემდგომობით ესაუბრება, არის მისი წერილი კლემენტ რომანუსის წერილი კორინთოელების მიმართ მიწერილი ეკლესია რომანი პრეკიმენტ კარიტე, რომელშიც მოიაზრებს კლემენტ რომაელი, რომ რომის ეკლესია თქვენ კორინთელებს მიმართავს სიყვარულით დაგმოძღვრით და წინამძღვრობს და ეს უკვე მოიცავს პრიმატის ჩანასახს. პრემინენტია, ანუ პრემინენტია, რომელშიც გულისხმობა რომ წინარე სივრცე პრიმატის, პაპის პრიმატის ჩამოყალიბების, რომელიც საბოლოო ჯამში მერე იგნატე ანტიოქელთან არის კიდევ 107 წელს გამოკვეთილი, რომი როგორც მოწამეობის წმინდა დედაქალაქი ისარგებლებს მუდმივად განსაკუთრებული ავტორიტეტით პრეზიდენტინ ლოკო რომანი იმპერი, რაც გულისხმობდა წმინდა პეტრე, ეს არის რუბენსის ნახატი, არ ვიცი, რაღაცა გენიალური ნახატია და წმინდა პეტრეს ზე დაფუძნებას, რომელიც 33-დან 68 წლამდე არის და იცით რომ წმინდა პეტრეს წინააღმდეგ ნერონი განსაკუთრებით გამორჩეული სისასტიკით იყო. ასევე ირინეოს ლუგდონენსი მეორე საუკუნეში მოღვაწე პაპობის ყველაზე მნიშვნელოვანი ადრეული დამცველი ამბობს რომ იმიტომ რომ რომის ეკლესიას აქვს უფრო ძლიერი პირველობა ყველა ეკლესიის მიმართ მასთან ყველას მართებს შეთანხმება. ამიტომ ეს პაპობის სივრცე რომელიც ჩამოყალიბდა და განსაკუთრებით ახლა კონკლავი და სიქსტის კაპელა და აიეს და მეგირჩევთ რომ ნახოთ სერიალი ახალგაზრდა პაპი ჯუდ ლო თამაშობს რაღაცა ეგ ხო უსიმპათურესი მსახიობი და ცალკე მისი ქცევა მოქმედება რომელიც აი ამ სერიალში 10 სერიად არის გამოყოფილი არის რაღაცა ფანტასტიკურად გამოყოფილი. ირინეოს ლუგდონესი პირდაპირ ამბობს რომ ეკლესიამ პროპტერ პონტერირემ რაც მიმართულია და დაგრძნობილია რომის ეკლესია ყველაზე ძლიერიაო ამ შემთხვევაში და ყველაზე პირველია რაც არის გამოკვეთილი. ამის შემდეგ როცა უკვე რომის დაეცა რამე ხმა შემოდის დამატებით? არა მას ჩემს მეზობლად მიმდინარეობს რაღაც რემონტი და უკვე გაწამებული ვარ. ხო, მოკლედ, რაც შეეხება უკვე შემდგომ მეხუთე მერვე საუკუნეების პერიოდს, როცა რომი დაეცა, აი აქედან უკვე პონტიფიკატების ისტორია პრაქტიკულად ჩვენ შეიძლება დავიწყოთ და გამოკვეთოთ, როცა ლეო პირველი პაპის, ასე თქვა, დიპლომატიის და პაპობის დიპლომატიის ფუძემდებელი იწყებს ქრისტოლოგიური ფორმულის ჩამოყალიბება. ვინ არის ეს პაპი? ანუ ზოგადად პაპიზმი არ არის სწორი, უფრო პაპობა, ანუ პაპა, რომელიც არის უმაღლესი პაპა თავისი არსით, რომელიც არის გამორჩეული აზროვნებით, ბრძენი კაცი, მოხუცი ჯერ ერთი და ამას გარდა პაპი არის ფუნდამენტი ქრისტოლოგიური ფორმულის una persona due nature, რაც გულისხმობს ერთი პირი, ორი ბუნება, ქალკედონის კრების დოგმა, ერთი პირი ვარ, ორი ბუნებით, საერო ბუნება მაქვს და სასულიერო ან საღვთო ბუნება. ამიტომ ლეო პირველმა ჩამოაყალიბა სწორედ რომ ეს ხედვა ლეო პირველს გადახსენებთ ვინ არის ლეო პირველი დიდი, რომელიც ებრძვის ატილას და უკან გააბრუნებს, რომელიც ჰაიზერიხს შეაჩერებს, იცით, ანუ ლეო პირველმა
იხსნა რომი დაცემისაგან და მანვე თქვა და მან მიიღო ეს ქრისტოლოგიური ფორმულა სწორედ იმის გამო რომ რომი გადაარჩინა და მან იმპერატორს უთხრა რომ უნდა პერსონა დონატურე მე ვარ თავარი პირი ერთი პირი ორი ბუნებით და ამიტომ მე ვარ ლეგიტიმაციის თავარი არსი ლეო პირველი გახდა პოლიტიკური ფიგურა გახსოვთ თქვენ 452 წელი ატილასთან შეხვედრა ლათინურ ქრონიკებში მას ეწოდება პროცესი როცა ლეომ თავისი სულის სიმტკიცით კლანთა ატილა ასე ვთქვათ ჰუნების ლიდერის უკან დაახევინა ლეო პაპა ფორტიტუნდე ანიმი ბარბარერე ტრაქსი რაც გამოიკვეთა იმაში რომ ამ ადამიანმა ატილას პირდაპირ ასე ვთქვათ უბიძგა ვითომ ეს რაღაცა სულიერი ძალით რომ მას უკან დაეხია განსაკუთრებით უნდა გამოიკვეთოს კიდევ გრიგოლ პირველი რომელიც ასევე შემდგომ 596-604 წლებში მოღვაწეობდა დაახლოებით რომ გამოკვეთოთ და მისი ყველაზე ცნობილი ფრაზა არის ღვთის მსახურთა მსახური და პაპები სხვათა შორის დღემდე იყენებენ ამ ტიტულს Servus Servorum Dei Pape Leo მე-14 ღვთის მსახურთა მსახური ლეო მე-14 გრიგოლ პირველიდან მომდინარეობს ეს და სწორედ გრიგოლ პირველმა შექმნა პაპის ადმინისტრაცია ჩამოაყალიბა მონასტრული კომისია და მისიები და ლათინური თეოლოგიის ფუძემდებელი ჩარჩო სწორედ მასთან არის დაკავშირებული რაც უნდა გამოიყენოს და რაც ყველაზე მთავარია ეს სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესში ნელ-ნელა ყალიბდება ასე ვთქვათ ლეგიტიმაცია რომელიც პირდაპირ მიმართულია კონკრეტული სახელმწიფოების წინააღმდეგ რომ მას ამ სახელმწიფოებმა ანუ პაპმა მიანიჭოს ლეგიტიმური უფლება მეფედ კურთხევისა მაგალითად პაპისთვის იტალიის შუანაწილების გადაცემა რისთვისაც შეიქმნა რესპუბლიკა სანქტი პეტრი ანუ წმინდა პეტრეს რესპუბლიკა ან პატრიმონიუმ პეტრი ანუ პეტრეს სამკვიდრო ტერიტორია სწორედ რომ ფრანკებთან ასოცირდებოდა და ფრანკებმა იცით თქვენ რომ განსაკუთრებით პიპინ მოკლემ პაპთან შეთანხმება დადო რომ მე დავაბრუნებ აი ამ ტერიტორიებს რავენას ტერიტორიებს სანაცვლოდ მე შენ გადმოგცემ ამას და შენგან სანაცვლოდ მივიღებ ლეგიტიმაციას და ამას 756 წლის ნაწილში ფრანკებთან ვუწოდებთ დონატიო პიპინის ასე ვთქვათ გადაცემა და გამოიკვეთოს აბრუნდი იმას რაც უნდა გამოიკვეთოს ლეგიტიმაციის ნაწილში პაპმა განსაკუთრებით კარლოს დიდის დროს კურთხევა როცა 800 წლის 25 დეკემბერს ჩაატარა ლეო მესამე იყო რომელმაც კარლოს დიდი რომაელთა იმპერატორად აკურთხა და აქაც ფრანკებთან მიმართებაში ხდება და ყალიბდება ტრანსლაციო იმპერი რომელიც არის გადატანა იმპერიის გადატანა საიდან რომის მემკვიდრეობა გადადიოდა იმასთან ვისაც პაპი ლეგიტიმაციას აძლევდა კაროლუს მაგნუს რომანორუმ იმპერატორ კონტენტურ est ფრანკთა რა ქვია კაროლუს მაგნუს დიდებული რომაელთა იმპერატორი ეკურთხა რომელშიც ფრანკთა მეფე კარლოსი მოიაზრებოდა ამ შემთხვევაში და ეს იყო დასავლეთ იმპერიის გადატანა ხელახლა დაბადება ოღონდ პაპს რეალურად იცით რომ თქვენ ფიზიკური სამყოფელი არ ქონდა სანამ რავენა ანუ სანქტორიუმ პეტრი ეს არ მიეცა და ვის აქვს უფლება შექმნას იმპერატორი კითხვა ისმება ვის აქვს უფლება რომ აკურთხოს იმპერატორი მხოლოდ იმას ვინც არის პეტრეს მემკვიდრე პატრიმონიუმ პეტრი ანუ პეტრეს თავარი არსი გამგრძელებელი მმართველობისა და შესაბამისად ამას აკეთებს პაპი ანუ იწყება ეგრეთ წოდებული პაპობის მონარქია რომელიც განსაკუთრებით მერე სხვა
ქრისტიანი კათოლიკე ავტორების წიგნშიც გამოიკვეთა, წიგნებშიც გამოიკვეთა. ერთ-ერთი ასეთი არის ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ჩვენ შეიძლება გავიაზროთ. ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ღვთიური ქალაქის შესახებ განსაკუთრებულად ბევრს და საინტერესოს ამბობს და აქ უნდა ითქვას ნეტარი ავგუსტინეს როლი ამ შემთხვევაში, რაც ალბათ ბევრ კათოლიკურ წმინდანს არ შეიძლება გქონდეს, მას უწოდებენ სხვაგვარად ეკლესიის მამას და მან შექმნა სივრცე, როგორი უნდა ყოფილიყო ეს ცენტრალური საყრდენი კვალი დასავლურ ცივილიზაციაში და ქრისტიანული თეოლოგიის სისტემატიზაციაში მიუძღვის მას ბრალი. იგი გახდა პირველი, ვინც ფაქტობრივად ჩამოაყალიბა პირველი ქრისტიანული დოქტრინა, ერთიანად ჩამოაყალიბა ეს ქრისტიანული დოქტრინა და შინაგანი სივრცე ადამიანის პირველი დიდი ავტობიოგრაფია, რაც მან ისტორიაში დაწერა, არის კონფესიები, რომელიც ადამიანის შინაგანი სამყაროს აღმოჩენას მოიაზრებს. ასევე მან გააძლიერა პაპობის დოქტრინალური ხედვა, სისტემა და ეს პერიოდი განსაკუთრებით აისახა თეოდოსიუს პირველის მმართველობის პირობებში, რომელიც აცხადებს რომის ეკლესიაში ქრისტიანობას თავის მხრივ ლეგიტიმურ და ერთადერთ რელიგიად, როგორც გახსოვთ ალბათ ეს. განსაკუთრებით იგი ებრძოდა ნეტარი ავგუსტინე მანიქეველებს და განსაკუთრებით უნდა გამოიკვეთოს მისი ნაშრომი ღვთიური ქალაქის შესახებ, რომელშიც ის წერს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან რამეს, რომ ეს სივრცე რომი ამ შემთხვევაში არ არის უბრალოდ ქალაქი და აი ამას ჩაებღაუჭნენ მერე პაპები განსაკუთრებით. ეს არის de civite dei, რომელიც არის ღვთიური სამყაროს შემადგენელი ნაწილი. ეს წიგნი შეიქმნა 410 წლის შემდეგ, როცა ალარიხის ვესტგოთმა მმართველმა რომი დაარბია და ფაქტობრივად რომი დაცემის პირველ ნაწილში მივიდა და დაიწყო ამ დროს მტკიცება, რომ ჩვენ გავუქმდით, რადგან ქრისტიანებმა უარყვეს ძველი ღმერთები და ავგუსტინე წერს 22 წიგნად განხილვას, სადაც პასუხობს, რატომ ვერ იცავენ ძველ ღმერთებს უკვე და ვეღარ დავიცავთ ჩვენ ძველ ღმერთებს. რა იყო რეალურად რომის დაცემის მიზეზი, რას ნიშნავს ქრისტიანობა პოლიტიკისთვის, რა არის ისტორიის მიზანი და იმდენად საფუძვლიანად აქვს მიმოხილული თავის წიგნში. აქვს აპოლოგეტიკური ნაშრომები, ისტორიული კომენტარები, პოლიტიკური ფილოსოფიის საწყი, სადაც მიიჩნევა ფაქტობრივად ეს წიგნი და ის ამ წიგნში განიხილავს ღვთიურ ქალაქს, civitas dei და civitas terrena, რომელშიც ავგუსტინეს აზრით კაცობრიობა დაყოფილი არის ორ ქალაქად. ერთი არის ღვთიური ქალაქი და მისი საფუძველი არის ღვთის სიყვარულის საკუთარი თავის უარყოფა, რომ მე ჩემს თავს ვუარყოფ, ღმერთს მივცემ სრულად, მე ვარ უქონელი, არაფერი არ მჭირდება მე და ეს არის შიდა დონაცია, საკუთარი თავის დონაცია, სიყვარული, რომელიც სიღრმიდან მოდის ღმერთისკენ და მეორე არის civitas terrena, რომელიც არის მიწის ქალაქი, ამ შემთხვევაში მიწიერი ქალაქი და მისი საფუძველი არის საკუთარი თავი, სიყვარული ღმერთის გაუფასურებამდე. ანუ შენი თავი იქამდე შეიყვარო, სადამდეც ღმერთი აღარ დაგჭირდება უკვე, ანუ ღმერთად ყოფილი იყო და ამაში ძირითადად ეგოიზმი, ძალაუფლება, სიამოვნება და სხვა რაღაცები აქვს მონიშნული. მოკლედ, აი აქ ხედავთ ლეო პირველის შეხვედრას ატილასთან, ეს არის რაფაელის ნახატი და თქვენ თუ მოხვდებით ვატიკანში, ამას აუცილებლად ნახავთ და შემდგომ უკვე არის ხაიზერიხთან შეხვედრა, ორივე ილუსტრაციაზე ერთში არის რბევა და აი აქ ხედავთ ლეო პირველი როგორი გაბრწყინებული იმით აქვს დახატული და აქეთ არის უკვე როგორც თქოს ლეო პირველი ხდება ამ შემთხვევაში და ორკვირიანი ალყის შემდეგ ფაქტობრივად დასრულდება ეს რბევა. აქვე უნდა გამოიკვეთოს ფრანკთა მეფის ხლოდვიგის მიერ ქრისტიანობის მიღება, აქაც ხედავთ, რომ ლეგიტიმაციას ხელს ადებს
ეპისკოპოსი რემიგიუსი, რომელიც მონათლავს მეფე ხლოდვიგს ქრისტიან მეფედ და ფაქტობრივად ისეც არის გამოსაკვეთი დეტალი. ძალიან საინტერესო სიტყვა ყოველგვარი ძალაუფლება ღვთისგანაა, რამაც საბოლოო ჯამში ჩამოაყალიბა ის ხედვა, რომელშიც ჩვენ შეიძლება მოვიაზროთ მთავარი არსი ამ შემთხვევაში რის გამოც პაპებს ვერავინ ვერაფერს ეუბნებოდა. ეს ისეთი რაღაცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თქვენ გამოცდა ჩააბაროთ და გითხრან, რომ ეგ გამოცდა ლეგიტიმური არ არის. ეხლა როგორ ხასიათზე დადგებით, აი მაგალითად თქვენ რომ აიღოთ 58 ქულა. პირობითად 60-დან აიღეთ 58 ქულა. და მე მაგალითად ვარ ნაიკი, აშკარად გიწერიათ 58 ქულა, მაგრამ მოგივიდათ და მე შევასწორე თქვენი ნაშრომი, მოგივიდათ რომ ეს ნამდვილად 58 ქულა უნდა მიგეღოთ ამ შემთხვევაში აქ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ნაიკმა მოგწერა ცალკე წერილი და გეუბნა ეს თქვენი ქულა არ არის ლეგიტიმური. რა ხასიათზე დადგებოდით ძალიან მაინტერესებს. ეხლა ამდენი დღე, თვე, წელი შრომობთ იმისთვის, რომ აიღოთ ერთი ქულა და ამას მერე ვიღაცა გიუფასურებთ. ეს გქონდათ პაპებს. თან ისეთი ეს გქონდათ, რომ მისი გაუფასურება არ შეიძლება. ვერაფერს ვერ უკეთებდი ამას. იტყო და გაავრცელებდა ჭორს, გაგივრცელებდა, წერილებს მიწერდა ყველა მეფეს და ეუბნებოდა, შენ თუ აღიარებ ინგლისის მეფეს ლეგიტიმურად, მე შენ განგკვეთავ ეკლესიიდან და მორჩა გაჩუმდა განათემას დაგწყევლი. და ახლა წარმოიდგინეთ პროვიდენციალისტური აზროვნებისთვის ეს რა სიგიჟია, ის კი არა და დღესაც ცუდია ახლა ეკლესიამ რომ მოგწეროს პირადად წერილო, შენ თუ ამას გააკეთებ დაგწყევლის ამბიონიდან. ну იტყვი დამწყევლი რაც გინდა ისქენი, მაგრამ მოქმედებს ეს ადამიანზე. ანუ რეალურად პაპობამ შექმნა ახალი იმპერია, როგორც წეგან აღნიშნე და ეს ყველაფერი დამოკიდებული აღმოჩნდა მთლიანად ფრანკებზე. მეროვინგები ჯერ ხო ქრისტიანება დაკურთხა და მერე კაროლინგებისგან ხო დონატიო პიპინისგან, ანუ მიიღო წმინდა პეტრეს რესპუბლიკა, პატრიმონიუმ პეტრე, მერე კარლოს დიდმაც ხო ეს განაგო და განავრცოდა. რეალურად პიპინ მოკლე იყო ღვთის წყალობით ფრანკთა მეფე და იცით რომ ლეომ ფაქტობრივად მერე მისი შვილი განსაკუთრებით კარლოს დიდი, აი აქაც ხედავთ, პაპი ადგავს ლეო მესამე ადგავს გვირგვინს კარლოს დის და ეს იყო დასავლეთის იმპერიის ხელახლა დაბადება და სწორედ აი აქედან ჩამოყალიბდა პაპობის მონარქია, მოხდა აპოთეოზირება, ანუ აღმერთება და გრიგორიანული რეფორმა, რომელიც ამას თან დაემთხვა და ფაქტობრივად ჩვენ მივედით უკვე უნიკალურ ეტაპამდე, რომელმაც პაპის დიქტატი გამოსცა, საერთოდ სხვა სამყაროში გადაიყვანა ეს ყველაფერი. ეხლა კიდე ერთი საინტერესო დეტალი უნდა გითხრათ აქ. რა არის კონსტანტინეს ნაბოძვარი და რა იგულისხმება კონსტანტინეს ნაბოძვარში. ეს არის ყალბი დოკუმენტი, მეგობრებო, რომელიც პიპინ მოკლეს გამეფების პირობებში შეიქმნა და ეს ყალბი დოკუმენტი მოიაზრებდა, რომ იმპერიაში ვინაიდან ჩვენ ამ შემთხვევაში გამოსაკვეთია და იმპერიაში ვინაიდან არ არსებობდა ისეთი ფრანკთა რეალობაში არ არსებობდა ისეთი სივრცე, რომელიც პიპინ მოკლეს. ჯერ ერთი ხომ დაბალი იყო, ეხლა დააკვირდით ეს ნამდვილი კარიკატურა არის დახატული, რას გულისხმობ, რომ იგი იყო დაბალი. და შესაბამისად, აი ამის გამო კონსტანტინეს შემოწირულობის გაკეთება მნიშვნელოვანი გახდა, რომ გაეკეთებინათ და მოდი ახლა ეს წავიკითხოთ დეტალურად, გავარჩიოთ და დაიწყე აბა ნინო კითხვა. ფრანკთა მეფე პიპინ მოკლემ ორგზის ილაშქრა და სასტიკად დაამარცხა ლანგობარდების მეფე აისტულფი. ეს უკანასკნელი კი 756 წელს იძულებული გახდა პაპ სტეფანე მეორეს
თვის გადაეცა რავენის საეგზარქოსოს მიწები, ბიზანტიის იმპერიის ყოფილი ტერიტორია და რომის ოლქის ტერიტორიები. ასე ჩაიყარა საფუძველი პაპების საერო ხელისუფლებას იტალიაში. ამგვარად მერვე საუკუნეში შეიქმნა პაპების საეკლესიო სამეფო, რომელიც შემდეგ მთელი შუა საუკუნეების მანძილზე საერთაშორისო ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. რავენის საეგზარქოსოს მიწების და რომის ოლქის ტერიტორიების პაპისათვის გადაცემა სათანადო აქტითაც გაფორმდა, მაგრამ ეს არც თუ ისე მისაღები აღმოჩნდა პაპებისათვის, რადგან იგი პაპებს კაროლინგებისადმი დაქვემდებარებულს ხდიდა. ტოვებული საერო ხელისუფლება კანონიერი რომ გაიხადათ, პაპებმა დაიწყეს თავიანთი უფლებების თეორიული დასაბუთება. იმის დამტკიცება, რომ ეს საჩუქარი მომდინარეობდა არა პიპინ მოკლესგან, არამედ იმპერატორ კონსტანტინე დიდისგან. ასე ჩაიყარა საფუძველი ყალბ დოკუმენტს, ეგრეთ წოდებულ კონსტანტინეს ნაბოძვარს. პაპები კონსტანტინეს პიროვნებაზე შემთხვევით არ შეჩერებულან. იგი იყო პირველი ოფიციალური პიროვნება, იმპერატორი, რომელიც ქრისტიანული წესით მოინათლა და რომელმაც ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა, თუმცა ეს ფაქტი პაპებმა სხვაგვარად წარმოსახეს წინა სიტყვაობაში, რომელიც კონსტანტინეს ნაბოძვარს წაუმძღვარეს. მათი აზრით, იმპერატორის განკურნება საშინელი სცენისგან კეთრისგან შეუძლებელი გახდა, სანამ საქმეში არ ჩაერია პაპი სილვესტერ I. ამ უკანასკნელმა 63 თუ 64 წელს იმპერატორი მონათლა და იგი კეთრისგან განკურნა. ნიშნები: ქალაქი რომი, იტალიის და მთელი დასავლეთის ქვეყნები და ქალაქები. სამაგიეროდ თავისთვის დაიტოვა იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილი. კონსტანტინეს პიროვნება პაპებისთვის იმიტომ იყო მისაღები, რომ მას უფრო ადვილად წარმოაჩენენ ეკლესიის ქველმოქმედად, რადგან იგი დიდ ზრუნველობას იჩენდა ეკლესიათა და სამღვდელოების მატერიალური უზრუნველყოფისათვის. ასევე მის სახელს უკავშირდება ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა პალესტინასა და სხვა ადგილებში. ამას ემატება დედაქალაქის გადატანა აღმოსავლეთში 70 წელს და რამდენადაც პაპი კვლავ რჩებოდა რომში, ამ გარემოებამ შეეძლო წარმოეშვა აზრი ხელისუფლებათა გამოყოფის შესახებ. კონსტანტინეს ნაბოძვარს საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა პაპების თეოკრატიული პრეტენზიები. დიდი ხნის მანძილზე ამ დოკუმენტის სიმართლეში ეჭვი არავის შეუტანია. თვით დანტე ალიგიერსაც სჯეროდა მისი ღვთაებრივი კომედიის ო კონსტანტინე, რაოდენი დაჰბადა ცოდვა არა თუ შენმა მონათვლამან, არამედ სხვენმა, რომელიც პირველ მდიდარ პაპსა შენ უთავაზე. დიახ, პირველ მდიდარ პაპს შენ უთავაზე, ანუ შენ მიეციო ის მიწები, რასაც მერე პიპინი აძლევს რეალურად და ლათინურად ძალიან კარგად არის გამოკვეთილი, რომ ნეტარ პეტრე მოციქულს და მის მემკვიდრეს რომის პონტიფექს ვაძლევთ რომის ქალაქსა და იტალიის პროვინციებს და ეს დოკუმენტი ასაბუთებდა იმას, რომ პაპს აქვს არა მხოლოდ სულიერი, არამედ პოლიტიკური ძალაუფლება დასავლეთის იმპერიაზე და რატომ იყო ეს დოკუმენტი ყალბი. იგი პირველი, რომ იგი არ დაწერილა კონსტანტინე მეოთხის დროს, შეიქმნა მერვე მეცხრე საუკუნეებში რომის სამღვდელოების მიერ. მეორე, რატომ შეიქმნა? ეს არის პაპის პოლიტიკური გაძლიერება, ლეგიტიმურობის დადასტურების კიდევ ერთი შანსი და პაპები ფაქტობრივად მერვე საუკუნეში ძალიან მტრულ გარემოში იყვნენ, აქეთ ლანგობარდები უტევდნენ იტალიას, იქეთ ბიზანტია აღარ იცავდა ამ შემთხვევაში პაპებს და ავტორიტეტი სჭირდებოდათ დასავლეთ ფრანკებთან ურთიერთობისთვის, რომ რაღაცნაირად ფრანკების თვის მათთვისაც ფრანკებისთვის მაინც გამხდარიყო ეს ჯგუფი გარკვეული მიმზიდველი და დასაცავი. ამიტომ შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კონსტანტინემ თითქოს და პაპს დაუტოვა სრული იმპერიული ძალაუფლება დასავლეთზე, ხოლო თავად წავიდა კონსტანტინოპოლში მხოლოდ სულიერი მორჩილების სტატუსით და
ეს იქნებოდა არგუმენტი, რომ ჩვენ ვართ რომის იმპერატორის მემკვიდრეები, ერთადერთი მემკვიდრეები დასავლეთში და ფაქტობრივად აი ამ კონსტანტინეს ნაბოძვარის თემით ეს გამოიყენა პაპმა ძალიან მარტივად. პაპი გახდა რომის პონტიფექსი, ყველა მიწიერ მეფეზე აღმატებული ძალაუფლება აქვს, ეს წერია პირდაპირ პონტიფექს რომანუს super omnes terreni reges excellent, რაც მას აყენებდა ყველაზე მაღლა. მაგრამ ვინ იყო ეხა ეს პიროვნება, ვისაც თქვენ ხედავთ აქ და ვინ გამოაშკარავა, რომ ეს ყალბია, ეს არის მე-15 საუკუნეში მოღვაწე ჰუმანისტი ლორენცო ვალა. 1440-იან წლებში ჰუმანისტმა ლორენცო ვალამ ფაქტობრივად დაიწყო ფილოლოგიური ანალიზით დაამტკიცა ტექსტში გამოყენებულია ლათინური სიტყვები, რომლებიც მე-4 საუკუნეში უბრალოდ არ არსებობდა. გამოყენებულია დასავლური კანონისტური ფორმულები, რომელიც მხოლოდ მე-8 საუკუნეში ჩნდება. აღწერილია ინსტიტუტები, რომლებიც კონსტანტინეს ეპოქაში ჯერ არ არსებობდა. თვითონ ტექსტი ეწინააღმდეგება არა მარტო აი ამ ყველაფერსაც ჩამთვალა, არამედ თვითონ ისტორიულ წყაროებსაც ეწინააღმდეგება და ვალა თვითონ პირდაპირ ამბობს, შემოწირულობა არ არის შემოწირულობა, არამედ ეს არის მოჩვენება. Donatio non est donatio sed figmentum. ამ შემთხვევაში და ამას მთლიანად დაეყრდნო აი ამ სიტყვებს და ეს დოკუმენტი შუა საუკუნეებში მხოლოდ იმის გამო გახდა ძლიერი, რომ პაპს უბრალოდ პოლიტიკური სუპერძალა მისცა. რომ არგუმენტი, რომ პაპისა და იმპერატორის დაპირისპირებაში პაპს აქვს სუპერძალა კონსტანტინეს მხრიდან მინიჭებული, ეს არსებობდა. და იდეოლოგიური იარაღი იყო პაპის და იმპერატორის ძალაუფლების დაპირისპირებაში პაპს უსაზღვრო ძალაუფლება ენიჭება და საბოლოოდ ამ დოკუმენტმა რა გააკეთა? ძალაუფლების უზურპაცია. პაპებმა დაიქვემდებარეს ყველა პოლიტიკური ძალა. აი ამ დოკუმენტის სახელით ხოთ შორის და წარმოიდგინეთ 8 საუკუნე ატყუებდა ყველას პაპის ინსტიტუცია, რომ ეს იყო ნამდვილი. დასავლეთის იმპერატორებთან საოცარი კონფლიქტები ჰქონდათ აი ამ დოკუმენტის სახელით და ინვესტიტურის ომების სახელი აი ამ დოკუმენტმა წარმოშვა და სწორედ ჰენრი მეოთხით დაწყებული და მერე სხვებით გაგრძელებული აი ამას ემსხვერპლნენ. ქრისტიანული სამყაროს პოლიტიკური დაყოფა სწორედ აი ამან გამოიწვია და პაპები ცდილობდნენ, რომ მე ვარ ერთადერთი მემკვიდრე კონსტანტინესი. და კონსტანტინე თან არის სადაური იმპერატორი აღმოსავლეთ რომის, ბიზანტიის. და ის ამ კონსტანტინეს დაბოძვარით პატრიარქს ეუბნება აღმოსავლეთის, რომ შენ ხარ ჩემი მემკვიდრე და ვასალი. ანუ შენ მე უნდა დამემორჩილო, მე ვარ აღმატებული, მე გადმომცა კონსტანტინემ შენი ძალაუფლება და დასავლეთი აცხადებდა, რომ კონსტანტინემ მხოლოდ პაპს გადასცა ძალაუფლება. ამით უარყოფენ კონსტანტინოპოლის უფლებებს და სასულიერო და საერო ძალაუფლების დაბნევამ გამოიწვია აი ეს ისეთი ქაოსი, რაც კი რამე მოხდა ამის შემდეგ, ყველაფერი კონსტანტინეს ნაბოძვრის, ანუ შემოწირულობით დამსახურებაა. ანუ კონსტანტინეს შემოწირულობა არის ყალბი, შუა საუკუნეების დოკუმენტი, რომელიც 8 საუკუნე თითქმის არსებობდა როგორც ნამდვილი, რომელიც იყენებდა პაპობის პოლიტიკურ ძალაუფლებას, გამოშკარავდა მხოლოდ მე-15 საუკუნეში, როცა უკვე დაიწყო ინდულგენციების წინააღმდეგ ხელჩართული ბრძოლა და რენესანსის ეპოქა დადგა და ყველაზე ეს არის სოფლიოში ყველაზე დიდი ტყუილი თუ გინახავთ სადმე, ეს არის კონსტანტინოს ნაბოძვარი. აი ამ დოკუმენტმა შექმნა მე-11-მე-13 საუკუნეებში ძალიან მწვავე დაპირისპირება, რომელსაც ქვია ეკლესიის ბრძოლა საერო ხელისუფლების ამ შემთხვევაში საერო ხელისუფლებისგან თავის დასაღწევად, რაც გამოიკვეთა, რაშიც გამოიკვეთა ინვესტიტურისთვის ბრძოლა და შესაბამისად მივიღეთ ჩვენ უკვე ძალიან მწვავე დაპირისპირება პაპებსა და იმპერატორებს შორის, რაც იწყება
კლიუნის სამონასტრო კომპლექსში. კლიუნელები, კერძოდ აღმოსავლეთ ბურგუნდიაში არსებული ერთ-ერთი მონასტერი არის ძირითადად ამისი მთავარი აქტორი და გარანტორი, რომელსაც შეიძლება მივყვეთ და ჩვენ ეს ინვესტიტურამდე სანამ მოვალთ, რამოდენიმე ეტაპად შეგვიძლია დავყვოთ ჩვენ დაპირისპირება ეკლესია და სახელმწიფო შორის. პირველი ეს არის ალბათ მეოთხე საუკუნე, როცა სულიერი ავტორიტეტის მოპოვება იყო საჭირო და დიდი ისტორიული ბრძოლები გადაიხადა თითქმის 1000 წელიწადი გაგრძელდა, ხო? ბიზანტიური მოდელი, ეს ცეზარო პაპიზმი, რაც თქვენ გაიარეთ უკვე კონსტანტინე პირველი და მისი პრეცედენტი, ესეც გამოკვეთილია. მერე იუსტინიანეს სახელმწიფო სრული ჩარევა ეკლესიაში, რომ ეკლესია ეპისკოპოსები დაენიშნა, დოგმატური საკითხები შეერჩია, ეს მონოფიზიტური კამათი, ესეც იუსტინიანეს ხან მეფის მხრიდან იყო ძალაუფლების გამოკვეთა ეკლესიის მიმართ. მერე არის მეორე დასავლეთის ეკლესიის გაძლიერება და საპირისპირო მოდელი რომის ავტორიტეტის, ანუ რომის პაპის ავტორიტეტის ზრდა და მოვედით ჩვენ უკვე აქამდე და მესამე ეტაპი არის უკვე ეს, ანუ ინვესტიტურისთვის დაპირისპირება, რომელიც ბურგუნდიის სამეფოში ჩამოყალიბდა და აქ უკვე მეფის ან მთავრის მიერ ახლად არჩეული ეპისკოპოსისთვის ბეჭდისა და კვერთხის გადაცემის რიტუალის ჩამორთმევას მოიაზრებს და რა იყო ინვესტიტურა? ინვესტიტურა ნიშნავდა ეპისკოპოსებისა და აბბატების დანიშვნას იმის მიერ, რა ქვია, მეფის მიერ. მეფეები თვლიდნენ, რომ მათ უფლება ჰქონდათ ეპისკოპოსების ბეჭედი და კვერთხი გადაეცათ თავად და ეს არ უნდა გაეკეთებინა არავითარ შემთხვევაში პაპს. მაგრამ გრიგოლ მეშვიდემ, რომელიც კლიუნელთა მონასტრის ერთ-ერთი ბერი იყო და მას ეწოდებოდა ბერი ჰილდებრანდი, ვინ იყო ეს ბერი ჰილდებრანდი და რა გააკეთა ფაქტობრივად მან პაპობისთვის, უნდა გამოიკვეთოს, იმიტომ რომ მან შექმნა ინსტიტუციურად ყველაზე მაღალი დონის ლეგიტიმური სისტემა პაპობის ხელისუფლებაში. ბერი ჰილდებრანდი, რომელიც იყო ტოსკანის უბრალო წარმოშობის მონაზონი, კლიუნის რეფორმატორი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ფაქტობრივად აი ამ აჯანყებას და რომის სამღვდელო იერარქიის ჭკუადაც, ანუ ცოდნადაც არის მოაზრებული და საბოლოოდ იგი პაპი გრიგოლ მეშვიდე გახდა. მასზე ამბობდნენ, რომ ამ ადამიანმა მთელ საუკუნეს სახე შეუცვალაო. და ფაქტობრივად გრიგოლ მეშვიდეს უპირველესი მისია იყო ეკლესიის გათავისუფლება საერო ხელისუფლების გავლენისაგან და მისი მმართველობა მთლიანად ასე იყო მოწყობილი. თვითონ ჰილდებრანდი, ეს ბერი, გაიზარდა მონასტრულ გარემოში ძალიან ასკეტურ, მკაცრად ორგანიზებულ პირობებში და გაღრმავებული სულიერი დისციპლინით და სანამ იგი კლიუნის რეფორმებში ჩაებმებოდა, ცდილობდა სასულიერო კორუფციის წინააღმდეგ იბრძოდა, საერო გავლენის ეკლესიისკენ გათავისუფლებასკენ იბრძოდა და საბოლოო ჯამში ეს თავისუფალი და ავტონომიური რაღაცნაირად პრაქტიკაში გამოვიდა და ეს კლიუნელთა დაპირისპირება მთავრებთან გადაიზარდა დიდ ომებში. ჰილდებრანდი ჯერ არ იყო პაპი, როცა უკვე იგი მონაწილეობდა 3 პაპზე მეტ არჩევაში, პაპი ლეონ მეცხრე, სტეფანე მეცხრე მათ შორის და რომელიც აირჩია თვითონ თავისი მონაწილეობით და მან შეიძლება ითქვას, რომ განსაზღვრა ეკლესიის პოლიტიკური უხილავი ხელადაც არის წოდებული და მას ერთ-ერთი ვერსიით არაოფიციალურ ლიდერს უწოდებენ პაპთა კურიაში, იმიტომ რომ კურია, ანუ კონკლავი ირჩევდა პაპს ცალკე და ამ არჩევის წესზე ცალკე ვისაუბროთ. პაპა აქ რომელსაც ჰილდებრანდი გახდა ფაქტობრივად მთავარი აქტორი, რომელსაც მეტსახელად ეძახდნენ ეკლესიის ატლას ეკლესიასე მოიაზრება და შესაბამისად
მთელი სიმძიმე, რაც კი ეკლესიაში იყო, მას ეჭირა. მან შექმნა ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ვუწოდებთ პაპის დიქტატს და სანამ აი ამ პაპის დიქტატზე გადავალთ, უნდა განმარტოთ ჯერ ლატერანის საეკლესიო კრების იდეა რა იყო და რა გააკეთა ლატერანის საეკლესიო კრებამ. ფაქტობრივად ამ კრებამ, რომელიც არის რომის პაპის მიერ მოწვეული საეკლესიო კრება 1123-1512 წლებში, ანუ ეს ლატერანის კრება და თუნდაც 1059 წელს მოწვეული ლატერანის კრება ძალიან ბევრი კრება იყო, ანუ პირველი კრება არ არის ეს ლატერანის საეკლესიო კრება, ხოლოდ აქ უნდა გამოიკვეთოს, რომ ლატერანის კრება ბევრჯერ მოიწვიეს და 1123 წელი არის აქ პირველი, აქ შეცდომით მიწერია უბრალოდ. უნდა ჩავასწორო აქ. 1023-59 არა. ხო. ლატერანის კრების მოწვევა მე მოხდა 1075 წელს, ანუ მიიღო გრიგოლმა პაპის დიქტატი, ლატერანის კრება მოიწვიეს შემდგომ უკვე 1123 წელს, აი აქ, რომელიც დასრულდა 1122 წელს ვორმსის კონკორდატით და აი ამ კრებას მერე მოჰყვა უკვე რა ქვია, პირველი ლატერანის კრების მოწვევა, მაგრამ 1059 წელის ლატერანის საეკლესიო კრებაში იგულისხმება ლატერანის დიდი სინოდი, რომელზეც პაპის არჩევის წესი და ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის, ასე ვთქვათ, წინაპირობები განისაზღვრა და ამ კრებამ შექმნა სისტემა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია დღემდე იყენებს, სხვათა შორის პაპის არჩევისას და ლატერანის სინოდი, რომელიც პაპმა ნიკოლოზ მეორემ მოიწვია და ეკლესიაში შეადგინა გარდამტეხი რეფორმა, რომელმაც საბოლოოდ გაათავისუფლა ეკლესია საერო ხელისუფლების გავლენისგან და ფაქტობრივად აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დიდ სინოდს, იმიტომ რომ პაპი გახდა კრების შემდეგ იმპერატორზე მაღლა, ანუ დამოუკიდებელი პირი, ეკლესიის თანამდებობა აქამდე რომ იყიდებოდა სიმონიის სახელით, ეს მთლიანად აიკრძალა და ეკლესიის მორალური ავტორიტეტი რაც იკარგებოდა აი ამ პრინციპის და აი სიმონიის გაყიდვით, ანუ ეკლესიის ავტორიტეტების გაყიდვით, ესეც შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად მოგვარდა და დაიწყო გრიგოლიანული რეფორმის დასაწყისი, გრიგოლ მე-7-ის რეფორმა, რომელიც 1059 წლის დადგენილებით იწყება და აქ გამოიკვეთა კონკრეტული რაღაცეები. მხოლოდ კარდინალებს აქვთ პაპის არჩევის უფლება, სხვა ვერავინ აირჩევს, ანუ პაპის აირჩევს კურია, რომის მოსახლეობა და სასულიერო ძალა მხოლოდ ისინი მიიღებენ მონაწილეობას აი ამ პროცესში, ისინი დაამტკიცებენ და ტრადიციულად ამას აკლამაციულს პაპამ ასე ქვია, რომელიც რომის მოსახლეობის მიერ პაპის არჩევას გულისხმობს და ადრე სანამ კურია აირჩევდა სხვათა შორის რომის პაპს, ამას ირჩევდა მოსახლეობა და ამას ეწოდება ტრადიცია აკლამაცია, როგორც ასეთი, აკლამაციუს პაპამ, ასე არის ლათინურში თუ აკიპუმს პაპამ აღარ მახსოვს ზუსტად და იმპერატორის როლი აი ამ ლატერანის კონკორდატის, ანუ დიდი სინოდის შემდეგ მკვეთრად მცირდება და მას აღარ აქვს უფლება უკვე პაპი დანიშნოს, არჩევაში ჩაერიოს და კანდიდატურა დაასახელოს. აი ამით შეიზღუდა საერო უფლება. ყველაზე საინტერესო რა არის? ეხლა პაპის დიქტატი რომ გავარჩიოთ და რაც უკვე გრიგოლმა მიიღო 1075 წელს და მოდი ეხლა ეს პაპის დიქტატი წავიკითხოთ, აბა გისმენთ იგა. ესე იგი პაპების დიქტატი 27 პუნქტისგან შედგება და მასში ჩამოყალიბებულია შემდეგი მოსაზრებები. მხოლოდ რომის ეკლესია დააარსა თვით უფალმა, მხოლოდ რომის პაპს აქვს უფლება იწოდებოდეს მსოფლიოდ, მხოლოდ პაპს აქვს უფლება დაანიშნოს ან გადააყენოს ეპისკოპოსები, პაპის ლეგატი კრებაზე თავისი მდგომარეობით მაღლა დგას ნებისმიერ ეპისკოპოსზე, მაშინაც კი თუ მას უფრო დაბალი წოდება აქვს, მას ესე უფლება აქვს ეპისკოპოსების გადაყვანის, პაპს შეუძლია თანამდებობიდან გადაყენების
გადაწყვეტილება გამოიტანოს დაუსწრებელი პირების შესახებაც პაპის მიერ ეკლესიისგან განკვეთილ პირებთან ერთ სახლში ყოფნაც კი აკრძალულია. მხოლოდ პაპს შეუძლია დროის მოთხოვნების შესაბამისად გადმოსცეს ახალი კანონები, შექმნას ახალი საეპისკოპოსოები, კაპიტულარი და გადაკვეთოს სააბატოებად და პირიქით გაყოს მდიდარი საეპისკოპოსოები და გააერთიანოს ღარიბები. მხოლოდ პაპს შეუძლია ატაროს საიმპერატორო რეგალიები. ყველა მთავარი ფეხს უნდა უკოცნდეს მხოლოდ პაპს. ეკლესიებში მხოლოდ პაპის სახლი უნდა იხსენიებოდეს. მთელ სოფლიოში მხოლოდ იგია პაპის სახელის ღირსი. მერე პაპს უფლება აქვს გადააყენოს იმპერატორები, პაპს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში ეპისკოპოსი გადაიყენოს ერთი საეპისკოპოსო კათედრიდან მეორეზე, საკუთარი შეხედულებისამებრ პაპს შეუძლია კლირიკოსები გადაიყენოს ერთი ეკლესიიდან მეორეში, ის ვინც პაპმა აკურთხეს შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ეკლესიის მეთაური, მას არ შეუძლია დაეკისროს უფრო დაბალი თანამდებობა, სხვა ეპისკოპოსს არ აქვს უფლებები უფრო მაღალი ხარისხში აკურთხოს ის, ვინც პაპმა აკურთხა. პაპების განკარგულების გარეშე შეიძლება მსოფლიო კრებების მოწვევა. პაპის ავტორიტეტზე და ყრდნობის გარეშე არც ერთი კაპიტულარი და არც ერთი წიგნი არ შეიძლება კანონიკურად ჩაითვალოს. არავის არ აქვს უფლება შეცვალოს პაპის გადაწყვეტილება, ვიდრე თვითონ არ შეიტანს შესაბამის ცვლილებებს. არავის არ აქვს უფლება პაპის გასამართლების, არავის არ აქვს უფლება გაასამართლოს პირი, რომელმაც აპელაციის მიმართა სამოციქულოდ აკტს. ეკლესიის მნიშვნელოვანი საქმეები განსახილველად უნდა გადაეცეს პაპს, რომლის ეკლესია არასდროს არ შემცდარა, ის წმინდა წერილის თანახმად სამუდამოდ შეუცდომელი იქნება. რომის პაპი თუ ის არჩეული იქნება კანონების შესაბამისად წმინდა პეტრეს დამსახურების გათვალისწინებით უეჭველად გახდება წმინდანი, როგორც ეს უკვე დაამტკიცა პავის ეპისკოპოსმა წმინდა ენოდიმ და რასაც ეთანხმებოდა ბევრი წმინდა მამა. ეს შეიძლება მოძებნი წმინდა სიმაქუსის დეკრეტებში. პაპის უფლებამოსილებითაც და ბრძანებით ბრალდება შეიძლება წაუყენონ უფრო დაბალი სასულიერო წოდების პირებსაც. პაპს შეუძლია გადააყენოს და დააბრუნოს თავის თანამდებობის. აქ 27 პუნქტია კონკრეტულად, მაგრამ საკმარისია. რაც უნდა გამოიკვეთოს აქ ერთი დეტალი, ეს არ არის უბრალოდ წერილი, ეს დოკუმენტი არ არის სრული კანონიკური აქტი, აი უფრო გახლავთ ალბათ ეს პაპის ხელისუფლების პროგრამა, ნუ რაც ყველაზე მთავარია, ყველა მთავარი ფეხს უნდა უკოცნიდეს პაპს. აქ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რომის ეკლესია არასდროს შემცდარა, ის წმინდა წერილის თანახმად სამუდამოდ შეუცდომელი იქნება, მაგრამ უნდა გამოიკვეთოს, რომ გრიგოლ მე-7-მ ეს დაწერა თეოლოგიურ პოლიტიკური ხედვის კონსტიტუცია. ეს არის გრიგორიანული რეფორმის იდეოლოგიური ბირთვი და მისი მთავარი არსი, როგორც დაინახეთ, არის არა მხოლოდ ეკლესიის არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროს უზენაესი სულიერი და პოლიტიკური ავტორიტეტის შექმნა, რაც სხვათა შორის გამოიკვეთა და ვორმსის კონკორდატი, რომელიც უკვე 1122 წელს მიიღეს და აი ამ კონკორდატით ოფიციალურად მოხდა გაყოფა სასულიერო და საერო ხელისუფლების, ამას დაერთო თან უკვე იმპერატორების პროტესტი კონკრეტულად და კანოსას ციხესთან ამ შემთხვევაში ერთ-ერთი გამოკვეთილი აქტი და მოვლენა, რომელიც ამასთან უკვე აი ამ პროცესებთან და რეალობასთან არის დაკავშირებული, არის ისტორიაში შესული როგორც დამამცირებელი შეხვედრა კანოსაში და რა არის ახლა კანოსა, მოკლედ ამაზე რომ გადავიდეთ. ეს არის პროგრამულად, ისტორიულად რაღაცა ლეგენდარული მოვლენა, რომელიც 1067 წელს მოხდა. ეს არის დამტხვეული პაპის დიქტატის შემდეგ, სხვათა შორის დააკვირდით 1075 წელს დიქტატურს პაპა მიიღო გრიგოლ მე-7-მ და 77 წელს უკვე როდესაც გერმანიის იმპერატორი ჰაინრიხ მე-4 იყო 1056-1006 წლებში მოღვაწე, მოხდა ასეთი რაღაც, ჰაინრიხ მე-4 მძიმე ზამთარში ფეხში შველი მივიდა იტალიის მთებში კანოსას ციხესთან, სადაც იმყოფებოდა გრიგოლ მე-7, რათა ეთხოვა მისთვის მიტევება განკვეთის მოხსნა და ქრისტიანულ საზოგადოებაში დაბრუნება. ეს იყო ეკლესიის გამარჯვებაში
გამარჯვების სიმბოლო, ინვესტიტურის ომის კულმინაცია ებრძოდა ვის, ანუ რომის საღვთო იმპერატორს, რომელიც უკვე შექმნილია და ვინ დანიშნავდა ეპისკოპოსებს, ამაზე იყო დავა, როგორც გითხარით. მეფეები აცხადებენ, რომ ეპისკოპოსი არის ჩემი ვასალი. მე დავნიშნავ და სხვათა შორის ჰაინრიხ მეოთხე ამ დოგმას დაუპირისპირდა, პირდაპირ დაუპირისპირდა. ჩამოდი ტახტიდან, ყალბო მონაზონოვ, ასე მიმართა იმას რა ქვია მუპეტურს ამას გრიგოლ მეშვიდეს და ამის გამო ძალიან გაბრაზდა ჰაინრიხ მეოთხის ამ სიტყვებზე გრიგოლ მეშვიდე და განკვეთა ექსკომუნიკაციო, ასე შეიძლება მოვიაზროთ, რაც განკვეთას გულისხმობს და გრიგოლ მეშვიდემ უპასუხა: შენ აღარ ხარ ქრისტიანული საზოგადოების წევრი, შენ აღარ დაგემორჩილებიან ბოლონიანელები, შვაბები, ბავარები, მეფის ლეგიტიმაცია ნულდება და შენ არაფერს აღარ წარმოადგენ. და გერმანიის თავადებმა განაცხადეს, რომ თუ ჰაინრიხი ერთ წელიწადში არ მიიღებს პატიებას და პაპის მხრიდან, ანუ დაბრუნებას, აი განკვეთის უკან წაღებას, ჩვენ მეფობას მას ჩამოვართმევ და მეფეთ აღარ ვაღიარებთო და წარმოიდგინეთ ახლა რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ჰაინრიხი, აი ამ ელემენტარული სიტყვების გამო კიდე აქ სხვადასხვა პერიფრაზებიც არის ისტორიულად, ახლა ცოტა უხეში ჩამოდი ტახტიდან შეყალბო რაღაც სხვანაირად მიმართა, მონაზონო კი არა, კიდე სხვა რამე უთხრა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას ჰაინრიხი ამის შედეგად ჰაინრიხი აღმოჩნდა კატასტროფულ მდგომარეობაში და იგი ხდება იძულებული მივიდეს კანოსაში, ზამთარში, იანვარში, ალპები გადალახოს, ჩავიდეს პაპთან. ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო ნაბიჯი, რომ მეფე ოჯახთან და მცირე ამალასთან ერთად მიდის თოვლიან ალპებში, თოვლით დაფარულ სივრცეში, ჩავა მატილდა ტუსკანას მასში, ციხეს იმაგრესთან და პაპი გრიგოლ მეშვიდე იქ ატარებდა და 3 დღე და ღამე ფეხშიშველი იდგა ტილოს სამოში გამოწყობილი და ისტორიული ტრადიცია პირდაპირ ამბობს, რომ ჰაინრიხი პაპის ციხეს იმაგრესთან შიშველი ფეხებით თოვლში მონაზნური კაბით მორჩილ მდგომარეობაში იდგა და ეს იყო პოლიტიკური და სულიერი კაპიტულაციის უმაღლესი ჟესტი და მესამე დღეს უკვე გრიგოლ მეშვიდე მას მიიღებს. ეს იყო პაპობის ალბათ იდეოლოგიური გამარჯვება ამ შემთხვევაში. ხედავთ, რომ ფეხს უკოცნის, მან განკვეთა მოუხსნა, ჰაინრიხი დააბრუნა ეკლესიაში, მაგრამ არ აღიარა იგი დაუყოვნებლივ როგორც მეფე და ეს იყო გამოთქმა ფაქტობრივად, რომ პაპი განაჩენს აძლევს მეფეს და არა პირიქით. მე მოგცემ, მივიღებ გადაწყვეტილებას. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა? იმიტომ რომ აი ამან კანოსამ აჩვენა, რომ მეფე შეუძლია წამში დაკარგოს ძალაუფლება. ამის მერე ყველას შეეშინდა, მხოლოდ პაპისგან შეიძლება ისე მისი დაბრუნება და სულიერი ძალა და საერო ძალა მთლიანად დაკარგა ამ შემთხვევაში და გერმანულ ენაში დღემდე არსებობს ეს დამამცირებელი ბოდიში ამ შემთხვევაში კანოსა გეჰენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოდიშის მოხდა ამ შემთხვევაში და სხვათა შორის პოლიტიკაში ამბობენ ხოლმე პოლიტიკოსები, ჩვენ არ წავართ კანოსაშიო. ანუ ბოდიშს არ მოვიხდისო და კანოსა გეჰენ არის, აი კანოსური ბოდიში, რომელიც ისე გამცირებს, რომ სჯობს მოკვდე. რა ფაქტობრივად და ძალიან ისეთი ხედვა, რაც უნდა გამოიკვეთოს აქ. აი ამ ხედვამ კიდევ უფრო გაათამამა პაპები და განსაკუთრებით გამოსაკვეთი არის პაპი ინოკენტი მესამე, რომელმაც საერთოდ აღქმა შეცვალა. პაპმა ინოკენტი მესამე, რომელიც პაპობამდე ჯოვანი ლიეტარიო დი სენი იყო, განაცხადა, რომ ის პეტრეს მემკვიდრე კი აღარ იყო. მას უწოდებენ ყველაზე ძლიერ შუა საუკუნეების პაპს.
მას უწოდებენ პაპობის მონარქიის ჩამომყალიბებელს. მას უწოდებენ ყველაზე ძლიერ იურიდიულ თეოლოგიურ უზენაესობის არქიტექტორს რომის კათოლიკურ სამყაროში. მის ეპოქაში პაპი არა მხოლოდ ეკლესიის სულიერი მეთაური, არამედ ევროპის რეალური პოლიტიკური არბიტრი გახდა და მისი მმართველობისას ფაქტობრივად ინოკენტი განათლებული ცოდნით ძალიან ცოდნა იყო პარიზის უნივერსიტეტში დაეუფლა თეოლოგიას, ბოლონიაში კანონიკურ სამართალს, ძალიან კაცრი მორალისტი იყო, რეფორმატორი და მისი ცნობილი თეოლოგიური ფრაზა არის სოლეტა ლუნა, რომელშიც პირდაპირ თქვა პაპი არის მზე, ხოლო მეფეები არიან მთვარეები. ანუ მზე თუ არ იქნება, მთვარე ვერ ინათებს, ხო, ჩაქრევენ, რომ მთვარე ირეკლავს და მე თვითონაც გაშკაშებს. ანუ ეს არის პაპის უზენაესობის იდეის ყველაზე მკაფიო ფორმულირება და მან საკუთარ თავს უწოდა არა მხოლოდ პეტრეს მემკვიდრე, მან გადაწყვიტა ვის ექნება მეფობა და ვის არა, ვინ შეიძლება იყოს იმპერატორი და ვინ არ შეიძლება იყოს, ვინ უნდა განკვეთოს და ვინ არა. მას შეეძლო მეფის ჩამოგდება, ხელახლა დანიშნა მთელ ევროპაში ინტერდიქტის გამოცემა და დასჯა ნებისმიერი ადამიანის და მისი პაპობა იქცა საერთაშორისო სასამართლო, დიპლომატიური ცენტრი იყო, მორალური ზედამხედველი, პოლიტიკური ძალაუფლება მთლიანად მას ჰქონდა და მისი ხელისუფლების მონარქიული ხელისუფლების მწვერვალი იყო 1215 ლატერანის მეოთხე მსოფლიო კრება, ყველაზე მასშტაბური კრება არის შუა საუკუნეებში, რომელშიც 400-ზე მეტი ეპისკოპოსი და 800-ზე მეტი მღვდელი ესწრებოდა და მთავარი მიღწევები, რაც ვიკარუს ხრისტის ნაწილში გამოიკვეთა, ეს არის დოგმატური განსაზღვრებები, ტრანსუბსტანცია, რომელმაც საერთოდ ეკლესიური ძალაუფლება უმაღლეს მოდელზე აიყვანა, სიმონიის წინააღმდეგ, ანუ საეკლესიო თანდებობის გაყიდვის წინააღმდეგ მიღებული დებულებები, საეკლესიო რეფორმები გაატარა, ისლამისა და იუდაიზმის მიმართ ახალი რეგულაციები და სასულიერო დისციპლინის გამკაცრება და აი ამ კრებამ ბრწყინვალე მონუმენტი დაასვა. ყველაზე აქტიური პაპი იყო იგი ჯვაროსნულ მოძრაობაში, მათ შორის მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა პაპი ინოკენტი მესამის მოწოდებით ჩატარდა და მისი მოწოდებით დაიწყო და კონსტანტინოპოლი აიღეს. ხალხო, წარმოიდგინეთ, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა რა ნაცვლად იმისა, რომ იერუსალიმი აეღოთ, კონსტანტინოპოლში ჩავიდა რომის არმია, იმ ფაქტით, რომ ქრისტიანულ სამყაროს ორ ნაწილად გაჭრა სურდა ამ შემთხვევაში ამ პატრიარქს ვითომ და ამით ფაქტობრივად გააერთიანა და ინოკენტი ამ მოვლენით იყო თვითონ შოკირებული, მიუხედავად ამ ყველაფრისა დაგმო პოლიტიკურად იძულებული გახდა ეღიარებინა ახალი ლათინთა იმპერიის შექმნა, მაგრამ უნდა გამოიკვეთოს, რომ თვითონ დაიწყო ლაშქრობა, რომელიც ორიენტირებული არ იყო კონსტანტინოპოლის აღებაზე, მერე ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინოპოლი, იქ სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებები დაიწყო და პაპის იდეა ფაქტობრივად დაიკიდეს, უხეშად რო ვთქვათ, და საბოლოო ჯამში დაიწყო მერე ისევ ინოკენტის ინიციატივით, რა ქვია, ალბიგოლთა წინააღმდეგ ლაშქრობა 1229 წლებში. ეს არის სულიერი ჯვაროსნული ლაშქრობა, სამხრეთ ფრანგული კულტურის ტრაგიკული განადგურება და 1212 წელს არსებობს კიდევ მის ფონზე არაოფიციალური ჯვაროსნული ლაშქრობა, ბავშვების ჯვაროსნულ ლაშქრობასაც უწოდებენ, სპონტანური მოძრაობა, რომელიც ინოკენტის ეპოქასთან ასოცირდება სხვათა შორის და ინოკენტი აი ამ პროცესში ცდილობდა ძალიან მკაცრი დიაცეზების მიღებას, ბერების დისციპლინის აღდგენას, სიმონიის აღმოფხვრას, სასულიერო განათლების გაუმჯობესებას, ინოკენტს უწოდებთ ჩვენ ვიკარუს ხრისტეს, ღმერთის მოადგილეს, ვიკარუს ხრისტის სუმ, ქრისტეს ნაცვალი ვარ. ეს ფრაზა გახდა შუა საუკუნეების უდიდესი პოლიტიკური პროგრამა და ყველა მეფე დაექვემდებარა ამ შემთხვევაში პაპს. მასთან დაკავშირებული კიდევ ერთი დეტალი უკვე ამის შემდგომ
გრძელდება, ბევრი დეტალები უпростоრად მასთან დაკავშირებული, მაგრამ ეს შეჯამების სახით შეიძლება ესე თქვათ. რაც შეეხება უკვე ბოლო პროცესს, რომელიც არის ფილიპე მეოთხე ლამასთან დაკავშირებული და ავინიონელ პაპებთან და ავინიონელ ტყვეობასთან, ეს უნდა გამოიკვეთოს ავინიონის სივრცე და ავინიონელი პაპების ტყვეობა გახდა პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ინოკენტის შემდეგ მეფეებმა დაინახეს, განსაკუთრებით ეს ეხება ფილიპე მეოთხე ლამას, რომელშიც მოიაზრება პაპების გადაყვანა რომიდან, რომში აღარ ცხოვრობენ ამ დროს პაპები და გადაიყვანეს ქალაქ ავინიონში, ესე გამოიყურება ავინიონი, ეს პერიოდი ავინიონში ყოფნის პერიოდად შერაცხულია როგორც ავინიონის ტყვეობა, სხვათა შორის ტყვეობა ბაბილონში, ასეც კი ქვია. და რატომ? პოლიტიკურად ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთის მეფეთა გავლენა გამყარდა პაპობაზე და სულიერად ინსტიტუციურად პაპი ცენტრალიზაცია გაძლიერდა, ეკლესიის ავტორიტეტი დაეცა, მაგრამ მთლიანად დაექვემდებარა რა ამ შემთხვევაში ავინიონელი პაპების სამყარო ფილიპე მეოთხე ლამას და წელს ვიყავი ავინიონში და მე გამოგიგზავნით ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებს. ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო აქ ჩასვლა სხვათა შორის და ავიხდინე ეს ოცნება. მე-14 საუკუნის დასაწყისში აი ამ ტყვეობით ევროპაში კონფლიქტები დაიწყო, საფრანგეთსა და რომს შორის მუდმივი დაძაბულობა იყო და ყველაფერს საფუძველი ბონიფაციუს მერვისა და საფრანგეთის მეფე ფილიპე მეოთხის ლამაზ კონფლიქტს უკავშირდება, რაშიც გამოიკვეთა ის, რომ ბონიფაციუსი ამტკიცებდა უნდა სანქტა, მეფეები ემორჩილებიან პაპს. ისევ ფილიპემ უპასუხა, რომ არ ემორჩილებიან და პაპი დააპატიმრეს სხვათა შორის და აი ამ ნაწილში დაპატიმრებიდან ძალიან მოკლე ხანში გარდაიცვალა ფილიპე მეოთხე ლამაზი და აი აქედან დაიწყო პაპობის ძალაუფლების დაშლა, ის რაც ინოკენტი მესამემ შექმნა, პაპი კლემენტ მეხუთე, ფილიპე მეოთხის გავლენით არჩეული კლემენტ მეხუთე ვერ ბრუნდება უკვე არჩეულ რომში, 1309 წელს პაპის კურია გადადის ავინიონში, საფრანგეთის სამხრეთ საზღვართან, მარსელთან ახლოს და ჩვენ გვყავს ავინიონელი 7 პაპი, კლემენტ მეხუთე, ბენედიქტ მე-12, იოანე 22, კლემენტ მე-6 და ასე შემდეგ. ინოკენტი, ურბან მე-6 და გრეგორი მე-11, ბოლო ავინიონელი პაპი, რომელიც რომში დაბრუნდა 1367 წელს და ტერმინი პირველად ავინიონელი ტყვეობა ამ შემთხვევაში გამოიყენა პეტრარკამ, იტალიელმა ჰუმანისტმა, რომელმაც დაწერა ავინიონე ნოვა ბაბილონ. ავინიონი არის ახალო ავინიონო, უბრალოდ მიმართავს, ავინიონო ახალო ბაბილონო. ამის მიზეზი გახდა პაპობის გადასვლა საფრანგეთის მონარქიის ინსტრუმენტალიზაცია, პაპობის ასახვა მონარქიულ მართვაში, ეკლესიის უნივერსალური სახე დაზიანდა და რომის პოლიტიკური სულიერი გავლენა როგორც ასეთი ჩაქრა. აი ამ ნაწილის შემდეგ პაპობის ავინიონში ყოფნიდან ეპისკოპოსებზე და აბატებზე ასე ვთქვათ, ფინანსური მართლობა რომ განვიხილოთ გაუმჯობესდა, ასე ვთქვათ, გადასახადები უფრო გაიზარდა, ინდულგენციის სისტემა გაფართოვდა, მერე ამ ყველაფერმა საფუძველი ჩაუყარა და შექმნა ინდულგენციის სისტემას და პოლიტიკური მოთამაშე გახდა პაპი, დაიწყო ამ დროს უკვე ინგლის ომების ომი, 100-წლიანი ომი ინგლისში, იტალიური ომები, გერმანიის იმპერიის შიდა დაპირისპირება და გრიგოლი მე-11 როცა უკვე დაბრუნდა რომში, ამით შეიძლება ითქვას 1397 წელს დასრულდა ეს ყველაფერი და ბოლო ავინიონელი პაპი ასე ასრულებს თავის სიტყვებს: შენ ხარ ტკბილი ქრისტე მიწაზე და ამიტომ შენი ადგილი რომშია, ეს თავის თავს უთხრა ამ შემთხვევაში tu sei dolce Christe intera და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დიდ ქაოსთან მიდის 1317-1417 წლებში
დიდი სქიზმა დაიწყო, რომში დაინიშნა ურბან მე-6, ავინიონში ანტიპაპი დაინიშნა კლემენტ მე-7, მოგვიანებით პიზას კრებამ მესამე პაპის გამოავლენად ერთდროულად სამი პაპი იყო სამყაროში რაღაც პერიოდი და ეს იყო უდიდესი ეკლესიური კრიზისი, რომელიც საბოლოო ჯამში მხოლოდ კონსტანცის კრებაზე დასრულდა 1417 წელს და აი ამ კრების ბოლოს საბოლოოდ ერთი პაპი აირჩიეს და ასე დასრულდა ერთ-ერთი მთავარი კრიზისი დასასრული კონსტანცის საეკლესიო კრებამ გადაწყვიტა, როდესაც უკვე სამი პაპიდან ერთი რომაელი პაპი გახდა ისე მთავარი. მერე უკვე იწყება სქიზმა და მერე უკვე იწყება ის რაც მე-15 საუკუნიდან მივდივართ უკვე დანარჩენ დეტალებში. იმდენი დეტალია კიდევ აქ ახლა შემეძლო კიდევ ჩამეშალა ძალიან საინტერესო თემა ნუ ჩემთვის პირადად და განსაკუთრებულად ესე ვარ ხოლმე მომზადებული ამისთვის ყველაზე მეტად მიყვარს და ჩემი საკვლევი მიმართულებაა და გასაკვირი არც არის ახლა